არა მარტო სიმაღლე, წვდომიც ექნება, გრძელი ხელები აქვს. ნახოთ, რამდენად გამოიყენებს ამ უპირატესობას. ფიზიკურადაც ეთყობა, რომ უფრო ნამუშევარი აქვს საკუთარ თავზე. ნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს და როგორი კლასი ექნება კრივის მიმართულებით, ტექნიკური მიმართულებით. ხედავთ ცაციას და მემარჯვენის დაპირისპირებას. თუ მემარჯვენემ არ იცის ცაციასთან მუშაობა, ცოტა რთული არის და ნახოთ, უფრო პირველი რაუნდია, ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ მე ვფიქრობ, ელოდება უკანა ხელის დახვედრებას ღვიძლში, რაც ცაციების ხშირი გეგმა არის ხოლმე. ფეხზე კარგად მუშაობს, ლურჯი კუთხე, იან ზაკი, კარგად გადაადგილდება, მარცხენა ხელი ზუსტი იყო, კარგი დისტანცია, თავისთვის სასარგებლო დისტანცია უკავია. ჯებით სინჯავს მოწინააღმდეგეს, როგორც თქვი, კარგად იყენებს წვდომს და ცოტა უჭირს მის ოპონენტს დისტანციის შემცირება, უჭირს არა, ვიტყოდი, რომ არც ცდილობს, არ ვიცი, რატო შეიძლება შემდეგი რაუნდებისთვის აქვს რამე გეგმა, მაგრამ ამ დისტანციაზე იან ზაკის დამარცხება ძალიან გაუჭირდება. და ვფიქრობ, უფრო უნდა ეცადოს, რომ ახლო ბრძოლაში განახორციელოს დარტყმები. საკმაოდ გამოცდილი მოკრივეა უზბეკი. 10 გამარჯვება, 3 ფრე და 4 წაგება ამის ანგარიშზე. ბახომჯონ ფოზილოვი, მოგეხსენებათ, უზბეკეთის კრივის სკოლა ძალიან გამორჩეულია დღესდღეობით მთელ მსოფლიოში და აქ ცუდი მოკრივეები ფაქტიურად არ არიან. რაც შეეხება იან ზაკს, ეს არის მისი მეოთხე ორთაბრძოლა. დამწყები მოკრივეა, თუმცა ყველა ბრძოლა აქვს გამარჯვებით დაგვირგვინებული და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ გამარჯვებას შეეცდება ამ მომენტშიც. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი საქართველოში ჩამოდიან უცხოეთიდან მოკრივეები, რომ აი ამ ჩვენს შოუებზე მიიღონ მონაწილეობა. იან ზაკი უკვე მესამე ბრძოლას მართავს საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ მისი პრომოუშენი ძალიან დაინტერესდა აი ამ ჩვენი შოუებით და მთელ ისრაელში პროფესიონალური კრივი ეხლა იწყებს, ასე ვთქვათ, აღმავლობას, ადის უფრო მაღალ დონეზე და შესაბამისად მთელი ისრაელი უყურებს იან ზაკი, ისრაელის ერთ-ერთი მომავალი ვარსკვლავია პროფესიონალურ კრივში და სასიამოვნოა, რომ სწორედ მის რეკორდში დაფიქსირდება თბილისი, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მიერ ორგანიზებული შოუები და ზოგადად მე მინდა ვთქვა, რომ 2025 წელი ძალიან კარგი იყო საქართველოს პროფესიონალური კრივისთვის. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა არაერთი დიდი ღონისძიება დააორგანიზა, გათამაშდა საქართველოს ჩემპიონის ქამრები, გათამაშდა მსოფლიო ჩემპიონის ქამრებიც და აი ახლაც ამ შოუზე ჩვენ ვნახავთ როგორც საქართველოს ჩემპიონის ქამრის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის გათამაშებას. აუცილებლად უნდა უსურვოთ წარმატებები ჩვენს მოკრივეებს, წინ გველის ძალზე საინტერესო დაპირისპირებები, გივი თოდუა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პერსპექტიული და ძალიან კარგი მოკრივეა, რომელსაც ფიქრობ, რომ მართალია ძალიან რთული მეტოქე ყავს, ძალიან გამოცდილი ტაილანდელის სახით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თოდუა საქართველოსდან WBF მსოფლიო ჩემპიონის ქამარს არავის გაატანს, მით უმეტეს მთელი
საქართველოს საუკეთესო მოკრივეები ესწრებიან, ლენოქს ლუისია ჩამოსული ამხელა კრივის ლეგენდა საქართველოში. ძალიან დიდი შოუა, თვითონ სოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგია ჩამოსული, უცხოეთიდან არიან სტუმრები, გულშემატკივარი ელის და კარგი მარჯვენა იყო შემხვედრი. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საღამო საინტერესოდ გაგრძელდება დღევანდელ დღესაც და ეხლაც მithumetes კარგ ბრძოლას ვუყურებთ. წონის სხვაობა არის მგონი, რას ფიქრობ? წონის სხვაობა შესაძლოა დღეს არის, იმიტომ რომ გუშინ თანაბრად ჩაბარდა ნამდვილად წონა პირადად. ეს არის, ოდესაც ერთი უფრო პირად, კი ბატონო. აღდგენას ვიდრე მეორე. კარგი ჯებია, კარგი ბრძოლაა ლევან, მაგრამ მე აღვნიშნავდი, რომ ჩვენი ქართველი ბიჭები უფრო ხარისხიან და სანახაობრივ კრივს გვთავაზობენ. თითქოს აი ემოციის კუთხითაც უფრო მეტი ემოცია მედის ქართველი მოკრეები. კი, ხასიათი. და სხვათა შორის ეს ყოველთვის გამოგვარჩევს და გამოარჩევთ ქართველ მოკრეებს, აი თუნდაც რატო ეძახიან ძალიან ხშირად ქართველ მოკრეებს ევროპაში და იქ მისაუბრი ადგილობრივ პრომოუტერებთან. შესაძლოა იქ უფრო ახლოდან ვიღაცა ჩაიყვანონ და იმას ებრძოლონ, მაგრამ აი რაც შეეხება შოუ და ემოციაო, ისეთი მოდის ქართველებისგან, რომელიც მაგათ შოუებს უფრო გაყიდვად ხდის და ამიტომ უნდათ რომ მაქსიმალურად ქართველები ძალიან ხშირად ჩართონ თავიანთ შოუებში და ეს გამოსაყენებელი გვაქვს ეს ყველას ერთად და კიდე ერთი აი ქართველი გულშემატკივრის მიმართ მინდა ვთქვა რომ რაღაცა ისეთი დამოკიდებულება გვაქვს ხოლმე რომ თუ უცხოელებმა არ აღიარეს ქართველები ჩვენ ცოტა გვიჭირს თავიდან აღიარება, თუმცა მინდა გითხრათ რომ ნამდვილად არავის ნაკლები ბიჭები არ ყავს პროფესიონალურ კრივში მათ შორის ძალიან კარგ ბრძოლებს იგებენ, ძალიან დიდ შოუებზე გამოდიან მათ შორის უცხოეთში და დავაფასოთ ჩვენი მოკრივეები, მით უმეტეს ახლა ჩვენ ნახავთ იაგო კიზირიას ნახავთ რინგზე, რომელიც არ ვიცი, სადაც ჩავიდა ყველგან. არა, ძალიან მაგარი ბრძოლები გველოდება დღეს. და დამიჯერეთ მეგობრებო, ერთად დგომით, ჩვენ შეგვიძლია რომ მართლაც მთელი მსოფლიო გავაოცოთ. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, რომ ეძლევათ საშუალება აი ამ მოკრივეებს, თუნდაც საქართველოში ამ შოუებზე, თუნდაც უცხოეთში, რომ საკუთარი გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობა წარმოაჩინონ. ლევან, არაერთ ტურნირზე მიმიღია მონაწილეობა საზღვარგარეთ შენიცი და ერთადერთი რაც მათ გამოარჩევთ, ეს არის გულშემატკივარის გვერდში დგომა. ჩვენ რაღაცნაირად ეს კულტურა არ გვაქვს. ჩვენთან ყოველთვის არ ვიცი რას ველოდებით. რატომ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ბრძოლაზე ლენოქს ლუისი უნდა იყოს ჩამოსული რომ მიხვიდე, არ ვიცი. ეს გვაკლია ჩვენ, სულ რომ დაბალი დონის მოკრივე იყოს საზღვარგარეთ, მაინც ხალხი მის გვერდით არის და რახანის მათი ქვეყნის წარმომადგენელია, ყველანაირად ცდილობენ რომ გაამხნევონ და ეს როგორც იქაური მოკრივეს განწყობაზე მოქმედებს, ისე მოქმედებს სტუმარის განწყობაზე და იმ სტუმარს რაღაცნაირად ეს მინუსია მაგის კი, ანუ სულ სხვა ბრძოლა გამოდის. შეიძლება ეს სტუმარი ჯობდეს, მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამ კომაგობით და გულშემატკივრობით გატყდეს. და მაინც იგებს ადგილობრივი კი, რა თქმა უნდა, უდიდესი ძალა გულშემატკივარი. და ეს ჩვენ გვჭირდება და ჩვენ ზუსტად ეგ გვაკლია ქართველებს. კი. ჩვენთან თითქოს აი იმას ჩასაფრებულები ვართ ხოლმე თავიდან და მოუძებნოთ ჩვენ მოკრივეს თუ იმას მინუსები და ისინი ცდილობენ რომ აი უცხოეთში პატარა სოფელში ჩახვალ და გაავსებენ იქაურობას იმ თავის საშუალო დონის მოკრივე რომელსაც ჩვენი ჩასული მოკრივე თავպես გაუხევს ხოლმე მაგრამ მათთვის მეფე არის მაინც ის თავისია მეფე მაინც და ეს კულტურა გვაკლია და პირველ რიგში ჩვენ ვაღიარებთ მე როცა უცხოელები აღიარებენ ჩვენსას ქართულს და ის უცხოელები დაიწყებენ ქართულზე წერას და აღფრთოვანებას მე ვიწყებ ჩვენ გულშემატკივრობას ესე იყო სხვათა შორის აი დღეს ძალიან პოპულარული სპორტსმენების შემთხვევაში კი მაგრამ ეს არის იშვიათი ხდები მასეთი ხდება 1 და 2 და ჩვენ ყავს 100 მაგარი მოკრივე რომელიც უნდა ვაღიაროთ და რომლის ბრძოლებზეც უნდა ვიაროთ და რომლებიც უნდა გავამხნევოთ. კი ბატონო და აქამდე კიდე ერთს დავამატებ, იყო ხოლმე სულ რომ
თითქოს რაღაცა ქართულ შოუებზე რაღაცა ისეთი არ იყო. აი თუნდაც ამ დონის შოუ რა გაფორმებაცაც ახლა ჩვენ უყურებთ, მინდა დამერწმუნეთ, აი თეონაც არაერთხელ ყოფილა და ძალიან თითქმის არ მინახავს ევროპაში მაგალითად აი ესეთი დონის შოუები და ძალიან მაღალი დონის შოუები ტარდება უკვე საქართველოში, ძალიან კარგი კრივი მიდის, ძალიან კარგი მებრძოლები გვყავს და მობრძანდით ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხარ ჩემს შოუებზე გავავსოთ, ვაგუგუნოთ, ისიამოვნებთ თან როგორც უკვე აღვნიშნე, რაც უფრო სიღრმეებში ჩახვალთ კრივის და მეტად დაინტერესდებით, მეტად და მეტ სიახლეს და საინტერესოს აღმოაჩენთ ყველა და აი ესე ყველა ერთად დგომით მე ვიცი რომ დიდი გეგმებია საქართველოს პროფესიონალურ კრივის კავშირში და გულშემატკივართან ერთად, სახელმწიფოსთან ერთად დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელი საღამო აუცილებლად იქნება იმის დასტური, რომ ეს ბრძოლები იმსახურებს მაყურებელს და იმსახურებს დარბაზის შევსებას. ახლა კი დაუბრუნდეთ ასპარეზობას, როგორც ჩანს, იან ზაკს უპირატესობა აშკარა არ აქვს. და ღვიძლი იყო ცოტა. ცოტათი ღვიძლიც იყო. ცოტათი ღვიძლიც იყო და მე მგონი ეს რაუნდი ნახე როგორ არის ამ იან ზაკს ვფიქრობ რომ სულიად შეუძლია ეს ბრძოლა დაამთავროს ძალიან მარტივად და რატო არ აკეთებს ამას არ ვიცი. მე მგონი არ ისკავს უბრალოდ. არ ვიცი შეუძლია რომ კარგი ნახეთ რომ მიზანი მიმართულად მიყვება და ცდილობს რომ გაანადგუროს. ნენელა შლის თავის მეტოქეს. ნუ ყველა სხვადასხვა ტაქტიკა. ფიზიკურად მაგრად არის მზად, აღსანიშნავია რომ საერთოდ ჩემთვის როცა სპორტსმენი გამოიყურება ათლეტურად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ კრივში ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ ათლეტურობას არა, ეგ მართალია, მაგრამ სპორტსმენი რინგზე რო გადიხარ, უნდა გეტყობოდეს, რომ საკუთარ თავზე ნამუშევარი გაქვს. მარტო კრივით არ უნდა გეტყობოდეს, უნდა გეტყობოდეს ვიზუალურადაც ეს სანახაობაზე. კი ბატონო, ეს არის ზუსტად რომ გულშემატკივარი ის არის, რომ დაგინახოს, გადიხარ რინგზე რო გადიხარ, უნდა იყოს ეფექტური, კი. ვიღაც დაგიმახსოვრებს, ვინც კრივში ერკვევა, დაგიმახსოვრებს კრივით, ვისაც სილამაზე უყვარს, დაგიმახსოვრებს სილამაზის, ვისაც გოგო იქნება, კრივი არ უყვარს და ბიჭი მოეწონები და გულშემატკივარს იკრებას. სხვა გულშემატკივარი უნდა მოიკრიბო, რაღაც მარტო ერთი მიმართულებით მუშაობა არ შეიძლება. თუ კრივით ვერ ამახსოვრებ ხალხს თავს, უნდა განსხვავებული სტილით დაამახსოვრო და მასე აუღნიშნავ მაგალითად ლაშა გურულს, რომელიც არა მარტო კრივით, არამედ თავის ვიზუალით ისე შექმნა, რომ არ არსებობს, რომ თავი არ დაგამახსოვროს, არ არსებობს, რომ სადმე დაინახო, ვერ იცნო, ხო? ანუ ადამიანმა შექმნა თავისი ვიზუალი, რითიც გამორჩეულია და ვერავეში ვერ აგერევა. ხო, ანუ ეგ არის კიდევ მნიშვნელოვანი, რომ სხვას კი არ უნდა მიბაძო და იმისნაირი, მაგრეგორისნაირი და იმისნაირი კი არ უნდა გააკეთო, ახლა არის ხოლმე. უნდა გააკეთო საკუთარ შენ უნდა მოირგო. ისევე როგორც კრივშიც იგივეა, სპორტულადაც არიან მოკრივეები, რომლებიც ცდილობენ, რომ აი რაღაც მაიკ ტაისონივით გავაკეთო, ან როი ჯონსივით. ის თუ შენ არ მოირგე, თუნდაც ის შენ თავზე რაღაც შენებურად, აზრი არ აქვს, მაგით ვერ დაამახსოვრ. რაც შეეხება აქ უკვე რაღაცა ძალიან აი კარგია რომ მოხსნა ბატონმა მეირაბ მაისურაძემ. იმიტომ რომ უზბეკი უკვე არა, ბრძოლაც უინტერესო იყო უკვე და აშკარად უპირატესობა ქონდა